სადღესასწაულო განწყობა რუსთავში ქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე ზუსტად საღამოს 8 საათზე აინთო რუსთავის მთავარი საახალწლო ნაძვისხე და გაიხსნა საშობაო სოფელი. შედგა საშობაო მეჯლისი, რომელიც რუსთავისთვის უკვე ტრადიციად იქცა. დამდეგიშობა ახალი წელი რუსთაველებს ქართულმა ხმებმა მიულოცეს. საშობაო სოფელი ყველას განსაკუთრებულ ღონისძიებებზე 7 იანვრის ჩათვლით ეპატიჟება. ძალიან კარგი კონცერტი იყო. რუსთავის ტრადიცია ეს ერთგვარი, რომ ყოველ წელს ასე საზეიმოდ ვანთებთ ნაძვისხეს და ტრადიციულად ყოველ წელს ოჯახით ვარ, როგორც დღეს ისე წარმოდგენილი. ნაძვისხის ანთება მთავარ მოვლენად იქცა ქალაქში და ყოველ წელს შეძლების დაგვარად ვუმატებდით, ესე ვთქვათ, ფაზას, სანახაობების დიდება უფალს, რომ ამდენი მონაწილით და ამდენი მეგობრით ყველაფერი გამოვიდა. საზეიმოდ ავანთებთ ნაძვისხე. გავხსენეთ ის ღონისძიებები, რომელიც ჩვენს პატარებს ელოდება რუსთავში საახალწლო განწყობის შესაქმნელად. ძალიან კარგი გარემოა, ათასობით რუსთაველი ოჯახებთან, შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად არიან მოსული და ეს ჩვენი ქალაქის პატარა ტრადიცია,